ახლა ვინც სამქადაგებას მოусმენ, არავინ ეს არ დაარღვევს. ძალიან გთხოვთ, თუ გინდათ რომ ქვეყანა მშვიდობა იყოს, ყველას გეძლევათ ლოცვა კურთხევა, ყველას თქვენთანაც. და ვინც სამქადაგებას მოისმენს, მე ინტერნეტში. თუ ქრისტიანები ხარ და თუ მართლა მშვიდობა გინდათ ამ ქვეყანაში, ყველა დღე ერთი თავი სახარება წაიკითხეთ. სახარება არის ქრისტეს სიტყვა. ოღონდ როგორ წაიკითხოთ, იცით? წაიკითხეთ ეს, რომ ერთმანეთში სიყვარული დამკვდეს. ამისთვის წაიკითხეთ ერთი თავი სახარება. ყოველ დღე ერთი თავი სახარება წაიკითხეთ და იკითხეთ ეს ყოველ დღე ოღონდ. ეს მე კი არ შეწყვეტ, ყოველ დღე აკეთეთ ეს, იმიტომ რომ მარტო განსაცდელის დროს კი არ უნდა გვახსოვდეს ღმერთი. ღმერთი უნდა გვახსოვდეს სულ. უნდა შემოვკრიბოთ ჩვენი ძალები და ყველას ვთხოვთ ამას, რომ ყველას გქონდეთ სახში ახალი აღთქმა სახარება და ერთი თავი ყველამ ყოველ დღე წაიკითხეთ. ნელა მშვიდად რაღაცა რომ რაღაცა ეს ზალა ღმერთს ვთხოვოთ ყველამ შეწევნა, ღმერთს ვთხოვოთ ყველას დახმარება, რომ შეწევნა და დახმარება ვითხოვოთ მისგან. სხვანაირად იცოდეთ ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ და ძალიან წარე იქნება, იმიტომ რომ ღმერთი გვიყურებს ყველას, დედაღვთისმშობელი გვიყურებს ყველას, მას უნდა რომ ჩვენ კარგად ვიყოთ და გძნობთ ამას, მაგრამ ჩვენზე ეს ყველაფერი დამოკიდებული ადამიანებზე. ლოცვას აქვს უდიდესი ძალა აქვს. იოანე დამასკელს ხელი რომ მოკვეთეს, ლოცვით ხელი შეიერთა, წარმოიდგინეთ, ეს ზღაპრები კი არა, რეალური ამბავია. ნამდვილი ამბავია ეს. ნამდვილი ამბავია. დავით გარეჯელმა იერუსალიმში წავიდა, 3 ქვა აიღო და თელი მადლი წამოიღო იერუსალიმიდან. ისეთი ლოცვის ძალა ქონდა ადამიანებს. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, უნდა დაეჯეროთ, რომ ლოცვას აქვს ძალიან დიდი ძალა. მე მინდა ახლა ყველამ ერთად ვთქვათ, მოწყალებისა კარი გამგვრეთ, თელი გულით ხოვთ დედაღვთისმშობელს. ამ ლოცვასაც აქვს უდიდესი ძალა, მოწყალებისა კარი გამგვრეთ, უდიდესი ძალა აქვს. ჩვენ გავსვით საქართველები დატყვევებული ყავდა და როცა მათ დახოცვას აპირებდნენ, თელმა ამ ჯარისკაცებმა გულით ხოვეს დედაღვთისმშობელს, რომ დააბრალეს მეფის ყოლობა დააბრალეს ამ ჯარით თქვენ მოკალესო და მე ითხოვეს, წაიკითხეს ეს ლოცვა და მკვლელი ტყიდან გამოვარდა მე მოკალიო. და ეს ჯარისკაცები გადაჭი, ქართველები დედაღვთისმშობელმა გადაარჩინა.